თქვენო ყოველად უწმინდესობავ შეუძლებელია რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის შესახებ და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი. აი თქვენ სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. და რა თქმა უნდა ამ თქვენ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. თქვენო ყოვლად უწმინდესობავ ბართლომეოს მთავარეპისკოპოსო კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო, უწმინდესო დანიელ მიტროპოლიტო სოფიისა და პატრიარქო სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესო იოანე მთავარეპისკოპოსო ტირანასი, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესო როსტისლავ პრეშევოს მთავარეპისკოპოსო მიტროპოლიტო ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა, უნეტარესო ტიხონ მთავარეპისკოპოსო სრულიად ამერიკისა და კანადისა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო დედაქალაქის მერო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელო, მაღალყოვლადუსამღმრელოესნო, მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დიდია ჩვენი მწუხარება და გულის ტკივილი. ძიმე განსასწრებმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხს ვიყრით და უდიდეს მადლობას წირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს. იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს. მაგრამ ამ ძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები. მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსაც წმედეს ჩემი, მოგა თუ კდეს, ცხონდესვე. ამიტომაც ღვთისადმის ასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით ფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი. 59 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსასწრელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული პავლე, ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბა აღასრულა, სარწმუნოება დაიმარხა. მთელი მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და
ქვეყანისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავ დაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა. მოგეხსენებათ, მან როგორც პირველ იერარქმა მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ 7 ეპარქია. ყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 59 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ. ყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე. გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია სემინარიები, ასევე 4 სხვა სემინარია. ამოქმედდა საეკლესიო სკოლა გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო, აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ძალისხმევით მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება სოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააწესა 7 გზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს. პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50000 აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე. ასე შეიქმნა გაძლიერებული აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს პატრიარქების კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგზელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე წმინდა იოანე სინელის სათნოებათა კიბის აღმწერლის ხსენებას ემთხვევა. ამ სათნოებათა საფეხურებზე აბაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება, სიყვარული. სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა. და აი შედეგიც. ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა. 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი. ეს პირველ რიგში არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი წყემსთავარი მოგვივლინა. მადლობთ უფალს და თითოეულ გვედგანს. განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება,
მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ. თქვენო უწმიდესობაო და უნეტარესობაო, ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამცხსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო. და ბოლოს ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული. მართალია ჩვენ დაგვტოვე ამ ქვეყნად. განიხარე და იშვებდე უფალში მარადის. ამინ.